სამხრეთ კავკასიისათვის რაც ხილულია, ხო? რაც ხელის გულზედებს იბძვის ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის კონტროლისთვის თქვა შეერთებული შტატები, ევროპა არ დაგვაუწყდეს, ევროპა. და ახლა ვინმე გონია რომ ჭიჭევაშაზე ამას სოფოში თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რაიმეზე, თქვა როგორ უნდა მოიქცეს, ან სად უნდა წავიდეს, ან სად უნდა წამოვიდეს. ეს ხო ზღაპარია რა. ესენი არიან ჩვეულებრივი დამოკიდებული ბოლშევიკები. ისინი რატო აძლევენ იდიოტურ დავალებას? არა, იდიოტურ დავალებას რატო აძლევენ და მოგეხსენებათ კაცს. კაცი რომ გამოვა და იტყვის, რომ თქვენ მშობლებთანო მიდითო და უთხარითო რომ თქვენ ცხენიათო რომ მისი შენი მშობლები არიან და რა ბოლშევიკი აი მეტი ხო არაფერი არ არის. ეკლესიას ებრძოლეთ რომ იმ ბავშვს რაღაცას რო ჩაიდეს, იმაზე მეტი დამნაშავე ხო ეს ნაძირალა. ეკლესიას ებრძოლეთ. ამას ხო თავში თვითონაც ანუ რაც არ უნდა დაგავალო რაღაცას რო დაგავალებენ შენ ხო რაღაცა უნდა გაფილტრო გადახარშო და რა უნდა თქვა რა არ უნდა თქვა და რაღაცა შერბილებული ფორმა არსებობს ირიბად არსებობს და ასე შემდეგ არა ესენი მიდიან პირდაპირ ანუ ჩონჩხი აქვთ აგებული რომ ევროკავშირისათვის მისი იდეებისათვის ვიბრძვით დანარჩენი ყველაფერი მოსულა არც სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებთ რა თქმა უნდა ხა სუვერენიტეტზე არჩევნებთან დაკავშირებით ხა ლელო არის ბანკირების ჯგუფი მაგათი ეკონომიკური რაღაც გათვლა ვინმეს უნდა ხავს კიტაგი კითხავს ერთი კაცი ხარ შენ კაი კი ბატონო გარდა იმისა რომ ამბობენ პენსია უნდა გავზარდო თუ 1000 ლარი რამდენი ბლოკადა გამოუცხადა და რუსებს რომ ბლოკადა უნდა გამოუცხადე არც წამიკითხავს მაგრამ მეც ვიცი იმიტომ რომ მაგაზე ოფიციალური განცხადებები გააკეთა ეს არის მაგათი ეკონომიკური გათვლა რატო გამოუცხადე მე ვენახებს რა უთხრათ გლეხს ეხა გახარიას გუნდი ხო სახელმწიფო მმართველობაში იყვნენ ცოტა ხნის წინ და ახლა ცოტა ხნის ერთ-ერთმა ტვინიკოსმა განცხადება გააკეთა, რომ მეც პრობლემას შევქმნითო ჩვენო საკრებულებში რომ მოხვდებითო, რომ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ ვიღებთ, რომ შევალთო, იქიდან უფრო მეტ პრობლემებს შევქმნითო. ხო წარმოგიდგენიათ, ამის განმცხადებელი ადამიანის ჭკუა. ანუ ხალხის ინტერესებს უკეთეს დავიცავთო კი არა. ხალხის ინტერესი ერთი, რომ საერთოდ ნული და მეორე აბუჩად აგდების დონე ნახე რა. აი თუნდაც ეხა ეუთო ოდირის რატო არ არის ერთი წლის წინ ზუსტად რა ერთი წლის წინ კაც ოქტომბერში იყო სად არის 6 თვის წინ თელ ქვეყანას და მსოფლიოს ეუბნებოდნენ რომ ეუთო ოდირს ვინ ეკითხება მაგისი და ვის რაში აინტერესებს ასე შემდეგ დღეს გამოდიან და იგივე ხალხს ეუბნებიან რომ ხედავ თუ კაცო ხელისუფლებასო ეუთო ოდირს არ იწევს თუ ადგილობრივ არჩევნებზე ეგ თალკე თემაა რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ის რომ ვალდებულება არავის არ აქვს და არც არის პრაქტიკა ევროპოდის მოწვევისა უბრალოდ ამაზე აიღეს რაღაცა შექმნეს დღის წესრიგი რომ როგორ ბედავენო არ იწვევენ ეუთოოდირს ანუ შენ მე 6 თვის წინ მეუბნებოდი რომ ეს ქაღალდი იმის დაწერილი დოკუმენტი იმან დაახვიოს და გაიკრას არაფერს არ წარმოადგენს დღეს მეუბნები რომ რატო არ არის ხედავ ხელისუფლება ნახე რა დიქტატორები არიან არ იწვევენ ეუთოოდირს ცოტათი ხო უნდა დაფიქრდე რა თქმა უნდა ძვირფასო ამომრჩეველო ვიღაცა ხო უნდა დაფიქრდე და თქვა ეს კაცი 6 თვის განმავლობაში რაღაცა ხან აღმა ლაპარაკობს ხან წაღმა და დაღმა და ასე შემდეგ და რანაირად შეიძლება ამისი ნდობა ეხლა სახელმწიფო რა თქმა უნდა თან ის ხელისუფლებაში რომ უნდა მოსულიყვნენ და კოალიციური მთავრობა რომ უნდა გაეკეთებინათ, ხო? ელემენტარულზე ვერ თანხმდებიან. და ერთი კიდე ხა რატომ ამ კითხვასთან დაკავშირებით შენ კითხვასაც ამოვწრო. რატომ აკეთებენ ახლა ისე, რომ კიდევ ცდილობენ რომ ეს ხალხი მოატყუონ. უყურეთ რა შესაქმე ამომრჩეველი, რომელიც მათ ყავდათ და რომელიც ვინც ხმა მიცა, ეს ხალხი ხო დავკარგეთ ჩვენ ხო ვამბობთ რომ მაგათმა დაკარგეს ამომრჩეველი. მაგრამ ის კიდევ არის რაღაცა ფორმით ოპოზიციურად განწყობილი. არის. ეხლა ესენი გაიყვნენ შუაზე და რომ გააცოცხლონ ის მკვდარი, იმიტომ რომ იქ დავალება ფულს ვინც უხდის, ისინი ეუბნებიან რომ როგორც გინდა მოახდინეთ რევოლუცია. სულ არ მჭირდება მე შენი არც საკრებულოში შესვლა, არც პარლამენტში და 4 წელი ეხლა იმის როდინი, შენ როდის რას მოიგებ და გაიმარჯვებ. არა. ეს ხომ მკვდარია უკვე ეს რევოლუციური პროცესები. ეხლა როგორ უნდა გააცოცხლონ? ორი ამომრჩეველი ყავს, ხო ერთი მხარს უჭერს. ორნაირი. ერთი მხარს უჭერს იმას, რაც დღეს ხდება ქუჩაში, მეორე კიდე ამბობს კაცო ეხლა ეს ქუჩაში რამდენი გამთავრდა რა. იხეტიალოთ, რაღაცა პარლამენტში შედით, რაღაცა სახელმწიფო ორგანოებში შედით. ამიტომ რომ არ დაიკარგოს ეს ამომრჩეველი, რომელიც მომხრია რომ მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, გააყოფენ შუაზე, ეს ორი პარტია თქვათ, მიიღეს მონაწილეობას ეს რა თქმა უნდა წავა და ხმას მიცეს მათ და არჩევნების მეორე დღეს ეს ორივე პარტია ისევ გამოვარდება
დადგებიან ერთად, დაიწყებენ ყვილის არჩევნები გახდა. ეს იმოქმედებს იმ ნაწილზე, რა თქმა უნდა, ვერ იმის იმოქმედებს. ნაწილზე აუცილებლად იმოქმედებს, იმიტომ რომ ის წავიდა ხმა მისა. არა, გავიგი, მაგრამ მეორეჯერ, მესამეჯერ ატყუებენ. მოატყუებენ. ეხლა წარმოვიდგინოთ. ანუ ბიჭო, მოდი ესეთ რაღაც წარმოვიდგინოთ და დავამთავროთ რა. უილსონი, შაჰინი და მესამე რო ყავთ კიდე 80 წელს გადაცებული შაჰინი. ისა, ლინცი გრეიმ. არა. შაჰინი და ეს კაცი რო არის. კაი კაცი რო არის, წყალი. გამიშრობა. 80 წელს გადაცილებულები სამივეს განცხადებად გაკეთებენ, რომ პენსიაში მიდიან უახლოეს დღეებში. კი ბატონო. უახლოეს რაღაც პერიოდში. ეს ხალხი არის მათთვის მეტრი. ანუ ისინი ფულს უხდიან, წარმოიდგინე, ისინი გამოდიან განცხადებებს აკეთებენ და აი ამ ტიპების განცხადებებზე მათი ამომრჩეველი წარმოიდგინე, რომ საზრდოობს